მე ზურაბ კობახიძე და ბატონი ბატაშუბიტიძე. სასიამოვნო მოგესალმებით საღამოშიდობის. Ძვირფასო მაყურებლებო, უკვე 7-8 გადაცემა სამართალზე ვსაუბრობთ ოკეან გაღმა Commonwealth-ის სამართალზე. და დღეს მე დაგპირდით წინა გადაცემაში, რომ მომავალი გადაცემა იქნებოდა გადაცემა სამართლის აი იმ ფორმაზე, რასაც ქვია ბანკროტის სამართალი ოკეან გაღმა და Commonwealth-ში. დღეს ბოდიშს მოგივთხოვთ, რომ ამ გადაცემას შემდეგი გადაცემისთვის გადავდებთ ამ თემას, იმიტომ რომ ბევრი ისეთი საინტერესო რამ მოხდა ეს დღეები და ამას უფრო წინ დავაყენებ დღევანდელი მდგომარეობის, მსოფლიო მდგომარეობის გამო. აი მაგალითად ის რომ ამ რამოდენ გუშინ დამთავრდა უკვე ვიზიტი 4 დღიანი ხო მონარქიის მისი უდიდებულესობის ჩარლზ მესამის დედოფალთან ერთად ვიზიტი შეერთებულ შტატებში. ეს არის გასულ საუკუნეში იყო 2 ესე იგი ჯორჯი მისი ბაბუა 39 წელში გამოვიდა კონგრესში ვიზიტით არ ვიცი კონგრესში გამოვიდა თუ არა, ყოველ შემთხვევაში იყო, იმიტომ რომ სხვათა შორის ალბათ მოგეხსენებათ მისი ბაბუის ის მდგომარეობა, რომ მის მეტყველებასთან ჰქონდა პრობლემა. მაგრამ მე ისე ივარჯიშეს მასზე რომ ხო ავსტრალიელმა სხვათა შორის. შემდეგი იყო 91 წელში ის უკვე ნამდვილად დედოფალი გამოვიდა სიტყვით კონგრესსა და კონგრესში, კაპიტოლიუმზე. და სხვათა შორის მონარქმა ორი დღის წინ რომ გამოვიდა სიტყვით ძალიან ლამაზი სიტყვა თქვა. ყველანაირად, აი ერთი ადამიანი არ იყო მაგალითად, ეხლა მე უყურებ სხვადასხვა კრიტიკულ ტელევიზიებსაც უყურებ, ხო, უცხოურს და რაღაც ინფორმაცია. აი ერთმა არ თქვა მოუწონარი რა, რომ აი არ მოეწონა. რაციონალური სიტყვა თქვა და იმე. არა, ნუ საოცრად დახვეწილი სიტყვა ნათქვამი, სხვათა შორის შეგიძლიათ ძვირფასო მაყურებლებო ნახოთ, არის YouTube-ზე იძებნება რუსული თარგმანიც აქვს, ეხლა ქართველ აი რატო არ უნდა იყოს ქართული თარგმანი, მაგრამ არა ხო, რა გვინდა ჩვენ კაცო, ვინა ვიღაცა ინგლისელი მეფე შევიდა იმაში, აი ეს არ შეიძლება. ხო, და არ შეიძლება, უნდა მოусმინოთ რას ამბობენ, როგორ ხვდებიან, ჯერ დახვედრა იყო რაღაც საოცარი, ეხლა იქ მე როგორი აზრებიც მაქვს ბატონ პრეზიდენტზე, მოგეხსენებათ რა, როგორი კრიტიკული ვარ, მაგრამ ის დახვედრა ის უკვე იმაზე უარის თქმა მას არ შეეძლო, ის სხვა ქვეყანაა და მიტომ და მისი სიტყვა ესე იგი ჯერ ის ცერემონიალი და მე უთხრა რომ მეც მინდა ვიყოფნაო ტრამპმა უთხრა რომ თქვენ უდიდებსო მეც მინდა იქ ვიყო, მაგრამ არ მეძლევა ამის უფლება პროტოკოლით არ ხდება ესე და ავიდა რა თქმა უნდა თვითონ და დედოფალი და ისე ლამაზად თქვა პირველი რა რომ მეო როდესაც გამოვდივარო ჩემი ქვეყნის პარლამენტში ესე იგი ერთი იქიდან ბუკინგემში ყავს როგორც ძევალიო რომ სანამ მე იქ არ მივალო შვიდობიანათო ის იქ უნდა იყოსო ხო ძველი წესია დღესაც ესეაო და ამიტომ იხუმრა და რეალურად გაეცინათ კონგრესს ხა იქ იყო სენატი კონგრესი ერთად ორპარტიულად რა ხო და რა უთხრა იცით რომ ამიტომ ვალანტიორი ხო არა ხარ თვინმეო ხო რა ბუკინგემში იყოთო და მე ისო ის ჩვენთან რომ არისო ჩვენთან მე ისე მოწონსო წასვლა აღარ უნდაო იყოფნა ისეთი პატივისცემაში ყავს ხო ამის ხა ეს ხუმრობა რა თქმა უნდა და ბევრი საინტერესო რამე თქვა მაგრამ აი პირველი რაც არ შეიძლება რომ არ აღნიშნო ძვირფასო მაყურებელო აგებათ რა იცით რომ ეს ურთიერთობებზე ხო რა თქმა უნდა თქვა რომ ეს ჩვენ ერთად მივდივართ ამდენი
250 წელიო და მე ვიტყოდი 4 საუკუნეო რაც იმიტომ რომ ეს ანგლოსაქსონური ესო ერთად ვართო და მივიდივართ ერთადო და მე რომ ამ დამოუკიდებლობის გამოცხადების მერე ხო მაინც სულ რაღაც ერთნაირი ბედიღბლს ვიზიარებთ ყველაფერს ერთადო და ყველა ისე როგორც ერთმა გვარი დამავიწყდა თქვაო აღარ მახსოვს რომელი რა გვარი იყო ესე თქვაო რომ ეს სულ ერთად ფიქრობთ ერთნაირად ვაკეთებთ და ერთი განსხვავება გვაქვს ერთ ენაზე არ ვსაუბრობთ ეს ხუმრობა იყო რა თქმა უნდა ერთ ენაზე რა თქმა უნდა რომ ინგლისურად მაგრამ ადამიანის ერთ ენაზე არ ვსაუბრობ ხო და აი ეს არის რა ნუ ესე იგი რაღაც ღაბრული მე მაგალითად აი გეფიცებით რა მე როგორც როიალისტი ანუ როგორც თქვენ იცით რომ მე ჩემი დამოკიდებულება კონსტიტუციურ მონარქიასთან და ჩემი ოცნება რომ ჩემს ქვეყანაში ესე იყოს კი მიხვდებით როგორ მომეწონებოდა ეს ისა რომ მან არ ესე იგი რა მოხდა იცით რომ ჩაურევლობა პოლიტიკაში მან გამოამჟღავნა მაგრამ ამავ დროს მან ყველა სათქმელი თქვა რა გზავნილი ყველა და თქვა ძალიან ლამაზად ძალიან მოხდენილად ესე კიდევ ერთხელ ხაზი გაუს ამ რასაკვირველია და თან ისიც კი რომ ესე იგი იმხელა ფასი აქვს ამერიკის სიტყვას იმიტომ რომ ეს ხო ჩვენებურად მოსაუბრეაო ეს ქვეყანაო და მისი სიტყვაო წონით უნდა იყოსო და მისი ქმედებაო ოღონდ ეს არ უთქვია რომ დღეს არ არისო მაგრამ არისო ეგრე თქვა და ამითი მან მიანიშნა იმაზე რომ უნდა იყოს დიახ უნდა იყოს უნდა და საუბედუროთ ეგრე არ არის ამ წუთში ეხლა სამწუხაროდ ეგრე არ ჩანს ჯერჯერობით მაგრამ არა უშავს ამას ყველაფერს მოევლება იმიტომ რომ ქვეყანას ყავს მეურვეები და ის მეურვეები უნდა გენახათ აი ესე უკრავდნენ და ორივე მხარეს და სხვათა შორის ეს რო დაბრუნდა საღამოს ვახშამზე იმან უთხრა რომ ეს რა ვნახე ორივე მხარე როგორია მე ეგო ვერ შემძელი რომ ორივე მხარე ადგეს და ტაში დამეკრასო და რასაკვირველია ვერ შეწყვიტა იმიტომ რომ ეს ეხლა ამას თავისი პიროვნება თვითონ ეს გარდა იმისა რომ მონარქია ის environmentalistიც ანუ ესე იგი გარემოს დაცვის საქმეებით არის დატვირთული მეფის ცხოვრება მან პირდაპირ უთხრა რომ თქვენთან მე რომ ჩამოვედი Commonwealth-ის მეფე ესე იგი გეუბნება რომ მე 57 ქვეყნის მეფე ვარ ჩამოვედი არა იქ 4 შტატი ხო არის ხო ახლა ის ამბობენ რომ მხოლოდ სენტიმენტიაო მაგრამ ამავ დროს პატაბატონო იმ 4 Commonwealth-ში გედს ვერ მოკლავ იმიტომ რომ 4 Commonwealth-ის ტერიტორიაზე და სხვათა შორის მიცემებიც ეგრე თქვა რომ მივესალმები ამერიკას ყველა შტატში და ყველა ტერიტორიებზე რომ ამბობს რომ ტერიტორიებზე ეს იმას ნიშნავს რომ ის არის Commonwealth-ი ის 4 შტატი და აი ხა ეს ერთი ვთქვი პატარა მაგალითი გედი არ შეიძლება მოკლა იმიტომ რომ ის არის მფლობელობა მისი უდიდებულესობის Commonwealth-ის და მისი კარის მონარქის ერთი სიტყვით ძალიან ყველაზე კიდე დამამახსოვრებელი იყო ის რომ აი ურთიერთობა ხომ დაიზაბა რაღაც პატარა მომენტი ხო ამან იმას უთხრა პრემიერ-მინისტრო მოდი ვიომოთ ირანში მან უთხრა მე ხალხს უნდა შევეკითხო ამან უთხრა მე ხალხს რატო უნდა შევეკითხო პირველი კაცი ამან ისიც კი არის რომ ესე იგი მე თუ არ ვეკითხები აი რასაც მინდა იმას ვაკეთებ ხო ან კი აკეთებს ან არა იმიტომ რომ ძალიან დიდი ყეფვა ატეხილი სენატსა და კონგრესში ხო და აი ეს რომ არისო და არ მოხდა ამაზე ხო გახსოვთ ალბათ თქვენს გახსოვთ ძირფასო მაყურებლებო რომ იყო რაღაც გარკვეული რაღაც მე თქვენს თქვა რომ მე საერთოდ ნატოში ამინდა ესეთი განცხადებაც იყო მე ერთხელ რაღაც მომინდა და არ დამიდგნენ გვერდზე რაღაც ესეთი და აი მეფემ რამალამაზად თქვა
ჯერ დაიწყო რა თქმა უნდა რომ ქრისტიანობა ეს არის სინათლის გამარჯვება სიბნელეზე და მე თუ მოხდება ის რომ სხვა რელიგია ითანაცხოვრებს ესე ეს არის დახვეწილი ქვეყანა უკვე და დახვეწილი დემოკრატიული საზოგადოება და თუ არა და არის გამოწვევა იმის რომ ვიღაცას უნდა ანგრიოს რაღაცა ამის გამო გახსოვთ თქვა 2001 წლის პირველად ამოქმედდა 5 ნატოს მეხუთე პუნქტი ერთხელ და ვიდექით გვერდზე ავღანეთში ვიდექით გვერდზე ასე რომ სამომავლოდ თუ კი რამე მოხდება ვიქნებით გვერდზე ანალოგიურად არავის გაუქმებია და არც აქვს უფლება ესე ხალხებით და ამას დაუმატა და ამას ასევე აი ამ სულისკვეთებით უნდა ვიყოთ უკრაინის ხალხის ამ ვაშკაცი ერის მიმართ პირდაპირ ესე თქვა ამ ვაშკაცი ერის მიმართ აი ამაზე ლამაზი ეგრეც არის ვიცოდი რომ ეგრეც იქნებოდა ესე სიტყვა ეხლა იცით რა არის ბატონო მე ეხლა ცოტა ხანში ერთი ორს კიდე დავამატებ რაღაცას და თქვენ გადმოდა მანამდე მე აი ეხლა უკვე წავიდა საუბარი ამ ომის მომენტში უკვე მიდის აი დიდი გარჩევა დაბარებული ყავთ იბარებენ ყოველდღე პიტჰექსეტს რომ ესე იგი მან მოითხოვა 2027 წლისთვის 1.5 ტრილიონი თავდაცვის ბიუჯეტი სამხედრო ხარჯების სამხედრო თავდაცვის მთლიანობაში იმიდან ხაზინიდან ბიუჯეტი თავდაცვის უნდა მოითხოვა გაზრდა ესე ხო 1.3 იყო თორს წინა წელს და სხვათა შორის ბაიდენის პერიოდში და ტრილიონზე მეტი ყოველთვის უკვე ბოლო წლებში ხო და ამის გარდა ითხოვს 28 პლუს კიდე რაღაცა ეს მთლიანობაშიო 52 მილიარდიო ტრილიონი მილიარდიო ეს უკვე იმისთვის რაც ეხლა უკვე ჩვენ დაიხარჯაო ეს ბულიო და აქედან რო ეკითხებიან რისთვის დაიხარჯა სრუტე დაკეტილია აკონტროლებენ ესე ნეუნებიან კარგით ატომური პროგრამა მათ კიდევ ის აქვთ და ჩვენთან დაჯდომა არ უნდათ მოლაპარაკებაზე რისთვის დაიხარჯა და სხვათა შორის სამართლიანია ეს შეკითხვა ეხლა ჩვენ გვინდა ჩვენ ყველა თანხმდებით რომ ირანული რეჟიმი დასამხობია და დასამხობი იყო კარგი ხანია მაგრამ უნდა იყოს გამიზნული პირველ რიგში უნდა იყოს მიზეზები და მეორე უნდა იყოს მიზანი. აი კიდევ ვერ არის ნათქვამი ბოლომდე მიზანი და ამ დროს ითხოვს ამხელა ხარჯს ქვეყნის ხაზინიდან. და უკვე მიდის ესე იგი ბოლოს გუშინდელმა სომთლად გადარია სენატში ხალხი ბევრი მოწინააღმდეგე და მთელი ამერიკელი ხალხი უკვე რას რომ ესე იგი რაღაც აზრები ესე იგი იმისი რომ თურმე ესე იგი ჯარისკაცებს მოუწოდებს რომ ღმერთმა ეს დაგვავალა ესე ფანატებში ვარდება ესე იგი რელიგიური და იქ მერე გაიხსენა უცებ ხალხმა იქ რომის პაპის დაპირისპირება უკვე პრეზიდენტთან იქ გაიხსენეს ჯეიდი ვენსის სიტყვა კოლეჯში რომ ესე იგი ეს უკვე ისტორიულ ფანატიზმში გადავა მე ეს თუ არ ალაგამეს მალევე და ეს უნდა აილაგმოსო მალევე ხო ძალიან და ამას მე მოყვა მანამდე ის
თემა მეფის ვიზიტამდე, რომ ტრამპი იმ ვაშინგტონ ჰილტონში, ძალიან კარგად ვიცი სასტუმრო, სადაც არის, ხშირად პოპულარი იქითკენ იმ უბნებში და იქ სხვათა შორის იქ დაჭრეს, მართლა დაჭრეს, ასაც ქვია რეიგანი 91 წელს. იქვე ახლოს იმ სასტუმროსთან. და ეს უკვე თვითონ შენობაში აი ეს კალიფორნიელი ვიღაც პედაგოგი ნახევარ განაკვეთზე სკოლაში, რომელმაც ატეხა სროლა კი არა, სადაც ჟურნალისტებთან იყო შეხვედრა პრეზიდენტის, ჟურნალისტების და რეპორტიორების დღე იყო და უნდა იყო მიღება ვახშამი თავის ყველა ცერემონიით და იქ მოხდა იმ შენობაში მოხდა სროლა და ამაზე და ისეთი დიდი ამბავი, ეხლა მე ვემიჯნები და ვგმობ ყოველგვარ ძალადობას. ძველფასო მაყურებელო არ მიიღოთ ეს ჩემი სიტყვა, რასაც ახლა ვიტყვი, ისე რომ ეს ძალადობას ტერორიზმია. მაგრამ ამავ დროს მე ვერ ავიტან დაუსაბუთებელ იმას რომ აი ეს იმიტომ მოხდა რომ მე ჩემი მოკლა უნდათ დამისაბუთე და ამაზე მიდის ახლა საუბარი დაიკითხება დაცვის ხალხი იმიტომ რომ ის თუ რაღაც ოთახში ის დიდი შენობა სადღაცას თუ რაღაც იარაღი გავარდა და აქ შიგნით ატყდა ისეთი პანიკა იქ წაიქცა ზემოდან და ხო გასაგებია დიახ ეგრეც უნდა იყოს მაგრამ რაღაც ამ ერთ წელიწადსა და 2-3 თვეში რაღაც ხშირად ხდება რაღაც იქ პენსილვანიის ამბავი გვახსოვს მარელოგოში ქვემოთ მის სახლთან ვიღაცა თოფიანი კაცის დაჭერაც გვახსოვს ესეც გვახსოვს და ჯემ კამელის ამის კომედი შოუში სიტყვა მან თლიანად ზუსტად ისე თქვა რომ ესე იგი გაბრწყინებულიო მეოცნები ქვრივი მეგონა ისო ტრამპის სულით თქვა და ამაზე ატყდა ერთი ამბავი ახლა იმას ეუბნებიან რომ უნდა დატოვოს სამსახური სხვათა შორის ბევრ ნორმალურ ადამიანში გაჩნდა იგაზრი იმიტომ რომ მესიათ ხომ არ უნდა რომ გვევლინოს რაღაც ცდელობა რომ აი მე ჩემი მოკლა უნდა რაღაც ეგაზრი გაჩნდა ახლა მე ამას მე ეგეც ფსიქოლოგიურ სკოლებში ბევრჯერ ვარ ნამყოფი ასაკობრივი პათოლოგიასთან ხარბ საქმე აი იცით რასთან გვაქვს საქმე აი რა შეუძლია მოიტანოს სიტყვა შიშს აი მე ვამბობ იმიტომ კი არა რომ ეხლა კარგად გამიგეთ მე ფსიქოლოგი არა ვარ მაგრამ ხშირად ვარ ფსიქოლოგიურ სკოლაში ნატარები ამერიკაში იმიტომ რომ ვაჭრობის სფერო იქ ძალიან ფაქიზია და გვატარებენ ხშირად ერთხელ და ორჯერ არა და ჩვენ უნდა ამოვიცნოთ ადამიანის საუბრიდან მისი პიროვნება და აი მე ვამბობ შეშინებული ადამიანის ქცევები და სიტყვები აი მჟღავნდება და მე მოჩვენება იმისი რომ ის ჩაგრულია და მისი განადგურება უნდათ აგერ მე ყოფილი ესე იგი სამართლის ყოფილი პროკურორი ანუ უფლებადამცველი ჩვენი კომი გვარად დაიჭირა უნდა დაიჭიროს, ადრეც უნდა და გაამართლეს და გამოვიდა, ეხლა უნდა დაიჭიროს რაზე? კაცმა ემაზე სანაპიროზე, ზღვის სანაპიროზე, ჩრდილოეთ კაროლინაში ნიჟარებით დაწერა 86-47. აი ამის გამო უნდა პასუხისგებაში მიცეც რატომ? ახლა გიხსნით რატომ? 86 არის სლენგი ამერიკაში. ნიშნავს მოაშორეთ, ან მოვიშორე, ან მომაშორეს. აი ახლა მაგალითად ერთი წერდა რომ მეო მაშინო მეო 86-იო, მეო ჩამიტარეს ბარში, იმიტომ რომ ბევრი დავლეო და 86 გამიგეთესო. აი იქიდან
დასასრულია. ხო. ეხლა რატო არის ეს 86, რომ ადრე მაგ წაკითხული, სადაც 86 ქუჩაზე პოლიციის დეპარტამენტი დაარსდა და იქ ის დრო იყო ეს მეტაფორა შეიძლება. ის პერიოდი იყო, როცა ის ალკოჰოლიზმისა და მოაშორეს ალკოჰოლი იმ ქუჩაზე. როცა იკრძალებოდა, ხო? სოციალური ის რო იყო ექსპერიმენტი, მშრალი კანონი. და იქ იმ ქუჩაზე ხამის ბარი, ჩუმი ბარი, რაღაცა აღარ იყო. 86 დაარქვეს და მე ესე მახსოვს. ერთი სიტყვით ეს არის, რომ და 47, ესე იგი 47 პრეზიდენტი. და ეს ბრალს ადებს, რომ ესე იგი მას ჩემი სიკვდილი უნდა და მე იმიტომ იყო რომ იქ მცდელობა და რაღაც ჩემი ერთი სიტყვით ძალიან დაბიო და ამავდროს შეშინებული კაცისაა ეგა და მე სხვათა შორის ამაზე ვისაუბრებთ მე სხვათა შორის ამ შიშს ვხედავ საქართველოშიც ხელისუფლებისგან ბოდიშით ეხლა მე თქვენ მოგცემთ სიტყვას გააგრძელეთ და აი რას ვხედავ მე გეტყვით აბა თქვენ რას მე როგორც წესი აქ შინაურ საქმეებზე ვსაუბრობ ხოლმე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ჩვენ ხო იმიტომ ვართ ქართველები და იმიტომ გვინდა პროგრესი და განვითარება რომ ჩვენ ქვეყანას ამისი თანამონაწილე იყოს თანამოაზრე იყოს ის რასაც მონარქიული კონსტიტუციური წყობილია სადაც მეფეა რომელიც რუსეთმა გაგვიუქმა სრულიად დაუმსახურებლად ჯერ კიდევ 225 წლის წინ ხო და იქიდან დაიწყო ჩვენი უბედური მაგრამ ჩვენი ნიჭი ჩვენი ეს ყველაფერი გენეტიკური მემკვიდრეობა უხვად გამოიყენა თელი მეფის ოჯახი წაიყვანა ესე იგი თელი ბაგრატიონები გადაასახლა და ფაქტიურად ჩვენი დიდი მეუფე კირიონი ამბობდა რომ ქართველების გავლენა კულტურული გავლენა რუსეთის განვითარებაში და ჩვენ ვიცით ახლა თუნდაც ბოლო პერიოდში რა როლი შეასრულეს თუნდაც სტალინმა ბერიამ და მანამდე პეტრე პირველმა იქიდან გამომდინარე კიდე მომრევლმა ქართველმა რუსეთის ძლიერებაში და სამხედრო და ბაგრატიონის პეტრე ბაგრატიონი და ამ შემდეგ შორს რო არ წავიდეთ ჩვენ მონარქიის გამახსენდა ეს ბაგრატოვანთა გვარის დამსახურების აი რუსული მონარქიის გაძლიერების სახელმწიფოს იმპერიის გაძლიერების საქმეში და ის რომ ჩვენთან შიში არსებობს ერთი შიში არ დაკარგოს ხელისუფლება და მუდამ დარჩეს ხელისუფლებაში ამიტომ ეს შიში დავარქვათ ამას ასაკვირველია ეს არის შიშია თავარი მიზანი ეს შიში არის თავარი შიში ესე იგი რომ მუდამ დარჩე ხელისუფლებაში და იმიტომ რომ უკვე ისეთი ფაქტებია გამოვლენილი ისეთი მოვლენებია უკვე პროცესებია ჩართული რომ ეხლა იქ კონგრესი და სენატი და ერთობლივად ორივე მხარე ორივე პალატა ანგარის ვალდებულს ხდის პრეზიდენტს რომ განმარტოს თავისი მოქმედებების სამართლიანობა, მიზანდასახულობა და შედეგები აჩვენოს. ხლა ტრამპს არავინ დატოვებს ისე რომ 52 მილიარდი თუ რაღაც კი დახარჯა, მაგრამ შედეგი რა არის? ისევ სრუტე ჩაკეტილია, ისევ ატომური საფრთხე არსებობს, ირანი შეიძლება ხოლმე დაიწყოს ისევ გამდიდრება და ისევ. ამ მიზნით თუ თავარი მიზანი ხო იყო, რომ ირანს და სრულად ვეთანხმები ამ რასაკვირველია. ამ მოსაზრებას წარმოუდგენელია, რომ ისეთ ამბიციურ ქვეყანას, ისეთ მიზეზი ეგ იყო. თავარი ანტიურ ქვეყანას. მაგრამ მიზეზი ვერ თქვეს მე. ხო. მიზანი კონდეს ისა რა ქვია, ატომური წარმოუდგენელი. სოფლიოსთვის დიდი მუქარა და სოფლიო წესრიგისთვის დიდი საფრთხე. არა შეიძლება მოყოს სოფლიო კატასტროფა. ეს სრული მხარდაჭერაა ამ ხრივ ბატონო ამერიკის პრეზიდენტს აბსოლუტურად. მაგრამ ხო, აი ამ თვალსაზრისით, მაგრამ რა ხდება და რამდენად ნაყოფიერია და რამდენად შედეგის მომტანია ეს გადადგმული ნაბიჯები და ეს ქმედებები, რომელიც აქედან გამომდინარე. აი ეკუთხრეს უკაცრავად, ეკუთხრეს ბატონო პატარო პიტ ჰექსეტმა ესე იგი ომის დივანმა, თავდაცვის დივანმა, ომი თუ გადააკეთა სახელი. დაიწყო ამერიკული ჯარის უძლეველობაზე საუბარი და სენატორები ეუბნებიან, რომ ეგ ჩვენ ვიცითო. მაგას კი ნუ გვიმტკიცებო. თქვენ გვაჩვენეთ ის რა შეძელით
და რას აპირებთ. ამუძლებელი ჯარის მეშვეობით. ამუძლებელი ჯარი და გენერალის გვერდზე და ის გაერთიანებული ძალების აი როგორც შალიკაშვილის პოსტზე ანალოგი ხო ისიც გვერდზე ეჯდა და იმას არ შეუძლია იყოს მიკორძებული პარტიული და იმას რო შეეკითხენ იმა თქვა თქვენო არ მოგეწონებათ ჩემი ესო პასუხიო ბატონო სენატორო მაგრამ მე ვასრულებ იმასო რასაც აკადემიურად რასაც მე ესე იგი მიბრძანებს არა მაგასენი კი არა ის სიტუაცია თვითონ ჩემი ესე იგი შესაძლებლობები უნდა გამო აკადემიურად უნდა წარმოვადგინო ჯარიო და ეხლა მე იქ როგორ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მე მაგაზე ამან შეასრულოს ეს შემსრულებელია ოღონდ აკადემიურ დონეზე ვთქვა თავის გათვლები თავისი ყველანაირი წავწაუგებელი ესე იგი ნიშნი და იმას მოგახსენებდით რომ რაღაც სიხშია თვითონ ავტორიტეტი სიტყვის ავტორიტეტი სიტყვა რო ითქმება სიტყვა უნდა შესრულდეს არათუ სამხედრო და დიპლომატიურ დონეზე ბიზნესის დონეზეც კი მოგახსენება სიტყვა მთავრია ასეთი მერყები ასეთი სინუსოიდალური რაღაცა ურთიერთობები დღეს ეს თქვა არ შეიძლება დღეს ეს დილას ესე თქვა შუადღეს სხვა და საღამოს სხვა შთამბეჭდილება მჩება რომ ყველაფერი იმსახურება რომ თვითმართლების რეჟიმში რომ არ იყოს და რომ რაღაც აქცენტები და ყურადღების ცენტრი გადატანილი იყოს სხვათა შორის ის ბატონობა დავნეულობაც მოაქვს და ეხლა რისი შიშიო ვინმე იცით რისი შიში მაშინ პირდაპირ ვიტყვი უკვე ხო არა არ დასამარ შიში იმისი რომ ეპსტეინის საქმე ღია შიში იმისი რომ 6 ჯერ ბანკროტი რაზედაც მომავალ გადაცემაში გეტყვით გაქვს და მე-11 მუხლი გაქვს ბანკროტის აღებული რომ ამითი გეტყვით დაწვრილებით რა რას ნიშნავს მე-11 პუნქტი ბანკროტში ამის გარდა ეს თაღლითობაა ის პედოფილია ეს თაღლითობაა მე არ ვამბობ რომ ის პედოფილია მაგრამ ჯერჯერობით არდევს არ არის დამტკიცებული რომ ეს დამნაშავე არ არის და აი თაღლითობაზე ბიზნეს თაღლითობაზე ჯარი მაქვს უკვე გადასახდელი ოფიციალურად და წილი გადახდილია ეწმიტანილია ის 32 პუნქტით რო იმეთი ბრალდებით რო არ მიუსაჯეს, ოღონდ დაადანაშაულეს. პრეზიდენტი რო ხო და ერთი სიტყვით ბევრი აქვს და აი შიშმაც იცის. შესაძლებელია. შიშმაც იცის დაბნეულობა. ეს დიდი თვალები აქვს უნდა თქვა მე. და საერთოდ რას ისტორიციარულს არაფერი არ ჯობია და აი რო არ არის ისტორიით ნამ იქნები იმ მასშტაბის ან იმ ადვილია ისტორიციარულ. ასაკურველია. ხნა მართლისა, სამართლისა ხესახი შეიქმნესანებლად უნდა თქვა მე. ისტორიით. ხო. ცხოვრება უადვილესი ცხოვრება. ცხოვრება არ უნდა გაიადვილო იმის გამო, რომ ეს ადვილი რაც არის და ფართეგზა რაც არის, ქრისტიანობის არ იყოს, დიდია ფართო გზა, მაგრამ დაუბისკენ მიყავს ადამიანს. არა, ნუ ესე იგი. არა, ახლა ესე იგი მოხოვლებს რო აკეთებ, უფრო ძაბავ და უფრო ირთულებ ცხოვრებას. თან იცი რომ არავის გამორჩება ეს ამბავი. თან ხო, მე ვამბობ დანაშაულებს რო ჩადიხარ. შეუმჩნეველი არის. არა, საერთოდ. რაღაცა თვალი დახუჭონ, მცირე დროის მონაკვეთში, მაგრამ შენ თუ შედეგი არ დადე, როგორი შედეგი ამერიკას ეკადრება და მსოფლიოს ჭირდება, მაშინ ამაზე რასაკვირველია პასუხისმგებლობის ცენტრი ზუსტად განისაზღვრება და კიდევაც მიუთითება და კიდევაც სწორად გამოიკლება. და ეს შიშია რა და ასეთ შიშებს მე აქაც ხვედავ. ასეთი შიშები არის ჩვენთან სამწუხაროდ პათოლოგიური შიშია, ძალიან დიდი შიშია და ეს შიში რო ძლიერდება, იმას ნიშნავს რომ კიდე ძლიერდება სეწროლა საზოგადოების ჯანსაღ-ძალებზე, ჯანსაღ-აზრზე. მე არ ვიძახი რომ ვიღაც ახლა ძალიან იმაზე. ახლა რას მიეძღვნა? ეგ მიეძღვნა პრესასთან და ოპერატორებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობას, ხო? ჩვენთან საღამ. ჩვენთან თუ გამართულა ანალოგიური ხელისუფლების ხელისუფლების ინიციატივით, პირიქით არის მასიური დევნა, ესე იგი მასიური პრესი, მასმედიაზე და რო არ ითქვა სიმართლე. სხვათა შორის, აი ეს რელიგიური რაღაც ეს კიდე მეორე სხვა დიდი ეს რაღაც კიდე ამების რაღაცაში ამითი გამართლებების ომის გამართლება ამითი
რაღაც რო აი კადრებელი და ეს უკვე და სხვათა შორის ჩვენთან ხდება. ოღონდ ჩვენთან ჯვარცერე ომში არა ვართ ღმერთმა დაგუთავოს. მაგრამ აი ჩვენთან რა ხდება გეტყვით ახლა. აი მე ხო აი პირდაპირ გეტყვით რა ბატონობა თქვენ იცით ჩემთანაც ახლა სახში იციან, ჩემმა მეგობრებმა იციან რომ მე ბევრი რამე საქართველოში აღარ ვიცი. და არ ვიცი და ნელ-ნელა ვიგებ. არ გესმენდა იმით. არ ვიცი და ეხლა ამიტომ არ იცით რომ არ ვიცოდი რა და პირი დავახე ისეთი რაღაცა ნახეთ მე არ ვიცოდი რომ ქვეყნის ხაზინიდან საპატრიარქოში მიდიოდა ბიუჯეტი საპატრიარქოს ბიუჯეტი მილიონები 70 მილიონი არა გეტყვით ახლა მე ეგ არ ვიცოდი მე მაგალითად თუ ფინანსდებოდა მე არა ფინანსდება ამას ფინანსდება ამას ქვია პირდაპირ გამოყოფილი როგორც კულტურის სამინისტროს კულტურის სამინისტროს კიდე კარგით აი როგორც მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალოგიურად ისე გამოყოფილი იგივე ფორმით გამოყოფილი ბიუჯეტი საპატრიარქოს ეხლა გთხოვთ დედას დავყავდი 4 წლის და 3 წლის ეკლესიაში დიდუბეში სამებაში და მეც მწამს ჩემი წილი ღმერთი და მეც ქრისტიანი ვარ და მეც მართლმადიდებელი მაგრამ ამ ესეთ რაღაცებზე რო ლაპარაკობ გეუბნება ნუ ლაპარაკობ მაგ თემაზე არ შეიძლება ჩვენ იესო ქრისტეზე არ საუბრობთ ჩვენ საუბრობთ საპატრიარქოს მე ვერ წარმოვიდგენდი რომ 69 მილიონი ყოველ წელიწადს მიდის ესე იგი საპატრიარქოში ბიუჯეტი საპატრიარქოსი არ ვიცოდი იმიტომ რომ არც ერთ დიდ დახვეწილ ქვეყანაში რო უთხრა ახლა ეგ სენატს და კონგრესს რო იცით რა გამოყავით ფული ფედერალური ფული ეკლესიისთვის და ახლა ამდენ კონფესიაა ჯერ მარტო ქრისტიანულია ეხა და მე საერთოდ რელიგიური ის კონფესიებისთვის გამოყავით ბიუჯეტი ხაზინიდან ეგ რო თქო გაგიჟდებიან ეთმა რა ერთს ლაპარაკობ იმიტომ რომ რელიგიური სახურება თითოეულ იმ ეკლესიაში შემოწირულებით ხდება ანაზღაურება თუ რა მშენებლობად შემოწირებული შეიძლება გაიცეს ფედერალური და ეგეც დავას უსტე და ადრეს ვიცოდი დიახ შეიძლება ოღონდ ბიუჯეტად კი არა დახმარება მაგალითად ამ თუ იმ ეკლესიაზე მის მრევლზე რომელიც უსახკაროა თუ ქველმოქმედებისთვის და არა ის რომ მუდმივად შტატში პარლამენტის დამდგარ ხელისუფლებისგან და მიცემული ბიუჯეტი ეხლა გეტყვით ამბობენ პირდაპირ განმარტება 42 თუ 44 მილიონი 69-დან მიდის საპატრიარქოს სასწავლებლების ჯერ მიდის საპატრიარქოში და იქიდან გადის უკვე თურმე იმაში კარგით განათლებას დანარჩენი ეს როგორცო 20 მილიონი შეღავათიო იმისიო რომ საბჭოთა კავშირის დროს რო არაფერს არ ვიღებდით პირდაპირ წერია შეიძლება გაიზარდო ეკლესია იქ კომპენსაცია ხო კომპენსაციაო ვაიმე იცით რა აი ძალიან ფორმულირება მოიძებნა აი დავით რგუნე რა ეხლა კარგად გამიგეთ რა ეხლა მე გეკითხებით მაშინ თქვენ და თქვენს გეკითხებით რა თუ კი ხელისუფალი მე ამას ვაკეთებ პირველ რიგში მე ამას ვაკეთებ იმიტომ რომ მრევლი ყავდეთ და თქვენ ამბიონიდან გამოხვიდეთ და ჩემზე ისაუბროთ კარგად ხო? ფაქტი. მე გიკვეთავ ესე იგი. მოხდი ხი იმიტომ რომ მე ვიხდი რაღაცა. ესე იგი გიკვეთავ. ხელისუფალი ვარ და ვიხდი. აპატიათ ასეთი. და თქვენ ამბიონიდან ესე იგი თქვენ უნდა ისაუბროთ ჩემზე კარგად. კრიტიკული აზრი არ უნდა გამოითქვას ჩემს მიმართ, იმიტომ რომ მე ისედაც მეშინია ხალხო. დაახლოებით მაგაზე ჩემი თქვას ეხლა ამას რო ვიტყვით დღეს რო შეკითხვა რომ ჩაერევა ხელისუფლება პატრიარქის არჩევნებში? ჩარეულია უკვე. რას გვე არ ჩაერევა?
თუკი ესეა და ესეა, მე სამოვიკითხა, წერია პირდაპირ, მაშინ Google-ზეა, ხო, რუსულ, ინგლისურ Google-ზე უფრო დაწვრილებით არის. ქართულად Google-ზე არის, მაგრამ ისე თლათ ეგრე ბოლომდე არის. გარდა ამისა, დიდი აი მაგალითად ახლა სიტყვაზე ვამბობ, რომელიმე დიდი ეკლესია, მუნიციპალური დახმარებები ეს ცალკე, ეს უბრალოდ დახმარებებია. და ამის გარეშე კიდე არის შემოწირულებები. ახლა მითხარით რა, მე როგორც ღმერთო რა, არ ვიცი ახლა ვიღაცა შეიძლება არ მოეწონოს ეს ჩემი სიტყვა და მითხრას რომ იცით რა, არ უნდა გესაუბრა მაგ თემაზე. ჩვენ იესო ღმერთზე არ საუბრობთ, იესო ქრისტეზე არ საუბრობთ, ჩვენ საუბრობთ საპატრიარქოზე. ის არის, ის არ არის, ის თუ იმას ის თუ უნდა რომ იყოს, მაშინ ლუციფერია. ის თუ ეგაზრია რომ მე ისა ვარ, ღმერთი ვარ, მაშინ ლუციფერია. ანუ ძირდად დაცემული ანგელოზი ლუციფერი. ეხლა ლუციფერი საერთოდ ეგ იყო დაცემული ანგელოზი. მართლის ანგელოზი. ხო, დაცემული ერთ-ერთი მთავარ ანგელოზი. ერთ-ერთი მთავარ ანგელოზი იყო, მაგრამ მე მისმა ესე იგი ამ პატარნობამ თან განათლებული ინტელექტით. უგანათლებული ესი და ამან მიიყვანა იმაზე რომ აჯანყება მოუწყო იმას ღმერთს და 1/3 ანგელოზები გაიყოლა აგარ მოყარა სამწუხარო დედამიწაზე გამოიყარა სამწუხარო ჩვენთან რეალებენ არის ხო აი წარმოგიდგენიათ და ამიტომ ეხლა ღმერთმა გვაპატიოს მაგრამ ჩვენ აქ ღმერთზე არ ვსაუბრობთ ჩვენ აქ ვსაუბრობთ მე არ მაინტერესებს მათი გადასაწყვეტია ვის აერჩევენ მათი შიგნით მაგრამ დაფინანსებაზეა თუ საუბარი ეს უკვე ხალხის გადასაწყვეტია როგორ ესე იგი გამოდის წირვა ლოცვა მაშინ მე ასე მგონია უკვე რომ მივდივარ ესე იგი დაფიქრებული ვარ უკვე რომ ესე იგი საჯარო მოხელია გოდელი მაშინ ესე გამოდის რა ახლა თუკი მას შესაბამისად ბიუჯეტი აქვს შესაბამისად ელექტორატი გამოდის და ელექტორატი არ ვიცი რა ღმერთო ახლა ნუ არ არის ესა და ეს ხდება რატომ იცით შიში ესეც ფსიქოლოგიური ამბავია რატომ შიში იმიტომ რომ ხელისუფალი დღევანდელობა ქართული და სხვათა შორის მარტო დღევანდელი არა წინამორბედი იმის წინამორბედი სული ყორაზე ფიქრი გახანგრძლივება ხელისუფლებაში ყოფნის და მე იცით რა მიყვირს აი წეგან რო ვთქვი მე როიალისტი ვარ და როგორ მინდა რომ კონსტიტუციური მონარქია იყოს საქართველოში აი ახლა გეტყვით მე ერთი აი იმ პერიოდში იმ ქართველი პატრიარქის აზრი მაინტერესებს როგორ იყო რომ ყრიდნენ სამეფო გვარს ქვეყნიდან სამეფო მეფეს ყრიდნენ ქვეყნიდან და აი მაშინ რას ფიქრობდა რომ ესე იგი ერმა თურმე უნდა ვიწამოთ ზეციური და მიწიერი უნდა გავაგდოთ ღმერთის ნაჩუქარი პირდაპირ წერია ბიბლიური სიტყვა მიეცით ხალხს აჩუქეთ ხალხს ღმერთი ესე იგი ჩვენ ზეციერი ვიწამეთ ვითომ ეგრე გამოდის და მიწიერი გავაგდეთ გამდევნეთ არა ეს ხო არ არის რა ახლა ამას დაუდევარი ქვია ესეც საზოგადოებას ქვია არა ჯანსაღი გაცხადი დაუდევარი და იცით რა ადამიანობა და გული ადამიანს დაგწყდება იმაზე რომ ამდენის შესაძლებლობებია ეხლა უცებ წარმოვიდგინოთ რომ იყოს კონსტიტუციური მონარქია საქართველოში ესე იგი აი ეს რო თქვა ტყუილად კი არ თქვა რომ მათი წარმომადგენელიო იქო ძევლად არისო სანამ მე არ მივალ ესე იგი წარმოიდგინეთ მივა ხელისუფალი პოლიტიკური პირველ და ეტყვის ანგარიშს ჩააბარებს თქვენ არ ერევით პოლიტიკაში თქვენ უდიდებულესობავ მაგრამ მე და პარლამენტმა და მე როგორც პრემიერმა პირველმა მინისტრმა გადავწყვიტეთ რომ ეს ესე გავაკეთოთ ანგარიში უნდა ჩააბაროს
10 დღეში ერთხელ მაინც. ესე გადავწყვეტეთ, იმიტომ რომ ეს იქნება ქვეყნისთვის ყველაზე კარგი. იქნება? მეფიდან. მაშინ ჩემგან კურთხევა. იმიტომ არის სიმბოლო. მაშინ ჩემგან კურთხევა. დაფიქრდით, იმიტომ რომ მე არ ვერევი ამბობს. თქვენ ეს უნდა და უფლება მოიწყონოს. მაგრამ მე ამ დროს გეუბნებით, რომ მე მოვიწონებ ორივეს, რასაც მეტყვით. გინდა კი, გინდა არა, ოღონდ იცოდეთ, თქვენ ვალდებული ხართ ქვეყნის წინაშე, ეს იყოს ქვეყნისთვის სასიკეთო. ანუ თქვენს ოჯახებზე კი არ უნდა იფიქროთ პირველი, თქვენ უნდა იფიქროთ პირველი ქვეყანაზე და მერე თქვენს ოჯახებზე. ეს ვერ გავაზუსტეთ. ეგ სიმბოლოა და ეგ შინაარსია ამ მონარქს. დღემდე შემორჩენილ ევროპულ მონარქებს დანიაში, ნორვეგიაში, ფინეთში. ამას ითხოვენ პოლიტიკოსისგან. ხო. და ეგრეც უნდა იყოს. ეს გამოკიდებულება მართველი ძალისა მონარქის მიმართ იმაშიც გამოიხატება, რომ ახსოვს ერთხელ ტეჩერს დაჯდომის უფლებას არ გისცა დედოფალ ელისაბედმა და ფეხზე იდგა და ჯერ მოახსენა ამ რკინისლებმა და ესე იგი უნდა იგრძნო პასუხისგებლობა. ეს არის დიდი პასუხისგებლობა. ხალხის წინაშე ხელისუფლებაში რომ მოდიხარ და მეთუმეტეს ასეთი სიმბოლოს წინაშე, ეს მარადიული სიმბოლოა. და მათი პასუხისმგებლობაზე საერთოდ მე იმისიც კი მეშინია როგორც აი მონარქისტულად მოაზროვდეს. მე იმასაც ვფიქრობ, რომ შეიძლება ბევრმა უარი თქვას. მე ვერ ვიქნები მეფე გითხრას, იმიტომ რომ მისი ცხოვრება აბსოლუტურად, ესე იგი რაღაცა ვაიმე არა ვებერთელა ტვირთია რა, ეხლა მე რო ვაკვირდები ყოველდღიურობა მათი, ესე იგი რო ვკითხულობ, უყურებ ხო ეს არ არის ეხლა მე მაგალითად აი მოდით აი მაგალითს გავდე დაიანამ მაგალითად ვერ გაუძლო ამას და ვერ გაუძლო და ემსხვერპლა კიდევაც ხო აი ვერ გაუძლო იმიტომ რომ იქ სხვა ეტიკეტია სხვა ყოველდღიურობა აი ეს მოვლენა როცა ომის დროს დედოფალმა არ დაანთო უმერი და იყინებოდა ფაქტურად დედოფალი ხალხთან ერთად იმიტომ რომ ახლა აქედან ამოდიოდა ეს თქვენ თქვით ხო ეს სიმბოლოები მეტაფორები ძალიან ღმაშინაარსის არის და ღმაფესვები უდიდესი ეს რომ განაზოგადო დიდი პასუხისგებლობაა ჩვენთან საერთოდ პასუხისგებლობის ცენტრიც არ არის განსაზღვრული მოია პრემიერა დორგზის სამგზის პრემიერი მე აღარ უნდა სიპარავენ მე ზოდები რაღაცა და არა პასუხისგებლობა აი გეტყვით ახლა ერთ რამეს აი რაც აუცილებლად საზოგადოებრივი ესე იგი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ჩვენი ქართველებში არის კრიტიკულად დაბალი. მას აი დაკნინებული ან მინუსში დაწასული. რატომ ნახეთ? ესე იგი ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ანდა ნუილაპარაკებ, ამაზე ნუიტყვი, იმაზე ნუიტყვი. არაფერზე ყველაფერი კარგად იქნება. ესეთი მიდის ყველაზე კარგ შემთხვევაში. ყველაფერი კარგად იქნება. ყველაზე კარგ შემთხვევაში ეგეთი დაგხვდება. და ყველაზე სრულ შემთხვევაში იცი რომელი დაგხვდება, გაგხვდება, აი საუბარში. აი დატა თუთაშხიაში როა. აი ესა. მამა მარჩენალზე თქვა მაგანო და რო დაერევი. ავწოთ მაგა. აი ეგეთი დაგხვდება. აუ საშინელი. და ამავ დროს ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანები, ხო? განა იმას ვამბობ, რომ არ არიან. მაგრამ მე ვამბობ მასა ფიქრობს იმაზე რა მოიპაროს, რა წაიღოს, მოთავისეა ხალხი. და მე ნახეთ რა ხდება. მე საერთოდ მეორე საშინელება ხდება. აი მომისმენთ. მოიპარა ხელისუფლებიდან იყო იქიდან მოიპარა, აქედან მოიპარა და გამოვიდა იქიდან და აშენა ეკლესია. განიბანა ერთი მიასწედი რაღაც უარეს იქნა ეხლა ნახეთ 100 მოიპარა ისე ნომინალურად ვიტყვი ციფრს 100 მაგალითად მოიპარო და 20 დაგიჯდა 20 არა კაც ვერ არა 15 ეს გაიმედა მაგრამ არა მაგას ესე იგი მე ამას იმაზე კი არ ვამბობ ესე იგი მე ვამბობ იცით რა ამასითაც განსხვავებაა ნახეთ ქურდი არა ძარცველი ხელისუფლებიდან თორე ის ქურდი იმან თავის ცხოვრება აირჩია
კი, ცხოვრების წესია წესია ერთია და ის ისე ცხოვრობს. იმას, იმიტომ აქ თავის საფიქრებლები აქვს, თავის წესი აქვს, თავის კანონები აქვს, თავის თან სხვათა შორის ახლა რაზე ვლაპარაკობთ ახლა პირდაპირ თან საუბრობთ რა? საუბრობთ ბიბლიურ ერთ-ერთ ბებერ ყველაზე პროფესიაზე. ფაქის. პროფესიაზე. ხო ის ლურსმანები მათ მოიპარეს. და ერთ-ერთი მე წმინდანი იყო. ხო, მაგრამ ეხლა მე ამაზე არ მე ვამბობ ხელისუფლებაში მყოფნებზე ვამბობ და იმან რო იპარა და მე მოვიდა და ეკლესია აშენა და აქეთკენ ტაშს უკრავენ და ეკლესია ინდულგენციაც კი არ არის, ინდულგენცია მე როა კათოლიკური. ჩემთვის ეს მეორეჯერ უფრო დიდი დანაშაულია. არა? როგორი მაგალითი ზალა აქვს, ახლა მე შემიძლია წავიდე, მოვიპარო, გავგრძო, მე იქიდან ავიღო ერთი მეათედი თუ რაღაცა და აღაშენე და ამით ხელები და სასופველი განემზადო. და ვიყო მაგალითი დანარჩენი საზოგადოების ნაწილისთვის, მაგალითი ახალგაზრდებისთვის, რომ თუნდაც ყველაფერი შესაძლებელია დასაშვებია, ოღონდ მე მონანიების სახით წახვალ ეკლესიას ააშენებ და ამით ჩამოგერს. საშინელება მე მაგალითად ამაზე მე მაგალითად არა უფრო ღელა ვიდრე როიპარავდა იმაზე. იმიტომ რომ ამით მე მან მოგაჩვენა რომ ესე იგი იმ განიბანა წოდვებისგან და ის კაი კაცია დედა რა მაგარი კაცია მერთმა იმას გაუმარჯოს ატყდა მე ღვინისმა სადგძელოები მისი წარმომავლობის და მისი მომავლის და იმისი რომ იმან თურმე იმიტომ რომ ქვეყნის ფული წაიღო და მე იქიდან პატარა ნაწილი ძალიან არა თუ ნებისმიერ მოქალაქის მოღვაწეობა უნდა იყოს შენიκτებული ქვეყნის კეთილდღეობასთან. დიდარი იქნება, ღარიბი იქნება. შენი საქმიანობა პირველ რიგში უნდა იყოს საზოგადოებრივ ქვეყნისთვის სასიკეთო. ასეთ ბიზნეს და ასეთ საქმიანობას აქვს აზრი. ის ეკლესიურობაც იმიტომ არის საჭირო, რომ ის კრავს და სიმართლისკენ და ნებრძოლი უსამართლობის მხილებისკენ გიბიძგებს. როცა გარკვეული საზოგადოება და როცა დეგრადირება ხდება. მთელი ჩვენი პრობლემები მოდის იქიდან. იქ რო საკითხი დალაგებული იყოს, ახლა ჩვენ დავინახავთ დაალაგებელი. ეს არის სულიერი მდგომარეობა, როგორც არის სულიერი მდგომარეობა, ესეა სამშენელი მდგომარეობა, ემოციური მდგომარეობა და მატერიაშიც მე ამისი განსხვავება. და ამას მიყოლებული, ეხლა ნახეთ, აი მივაყოლებ იმას კიდე რომ აი ამ ეს მძარცველი როცა ხელისუფალია იმ პერიოდში იმას შეიძლება შეეკითხოს კურდი ხარ? აი მან უთხრას ხო, იმიტომ რომ მან აერჩია 10 წელი ციხეში. ეს ვაკლემის კურდიონი. ამან კაცო, ამან გადაწყვეტა თავის ცხოვრება და ამან იქაც თავის საერთოდ ნახა, თავის წილი შეიტანა. ყველაფერი იქნა, რაც კონსტიტუციაში. ხო, რაც მათ დაუწერელ კანონებში, ყველაფერი იქნა. მე კი ბატონო ამან რო აშენა ეკლესია ამისგან მისაღებია. იმიტომ რომ ამან თავის სახელი ქვია. ამან ყოველ დღე ბეწვზე გაიარა. დაჭერის ეშინო და საქმიდან რო არ დაეჭერა. აღაშენა ეკლესია. ამისგან მისაღებია. აი ამისგან მიუღებელია. მეორეჯერ დანაშაული აქვს ჩადენილი. მეორეჯერ დანაშაული აქვს ჩადენილი შენთან. და ამისგან მისასალმებელია. აი, იცით რა, კარგად გამიგეთ ახლა მე რასაც ვსაუბრობ. არ დამარხვათ ახლა რავი რა ეშარება. მოდით რა, ძალიან გთხოვთ ძვირფასო მაყურებლებო. მე და პატა გთხოვთ, იმიტომ რომ საუბრობდით რომ აი დაწერეთ რა გთხოვთ აი კომენტარებში რა კონსტიტუციური მონარქია საქართველოში თუ რესპუბლიკა რომელიც ბატონო ბევრს არ ესმის მაგრამ რომელმაც არ გაამართლა რესპუბლიკა თუ კონსტიტუციური მონარქია გვიპასუხეთ რა გთხოვთ მე გითხარით თქვენი აზრები ახლა ხო ესე იგი რა ნეგატივს ხედავთ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეტყვით ჩვენ ვაფასებთ სიტყვას რომელიც შეიძლება იყოს გამომხატველი რაღაც უთანხმოების მაგრამ უზრდელობას არა და უზნეობას არა აი კრიტიკულ სიტყვას პატივს ვცემთ
იმიტომ რომ თვითონ ვაკრიტიკებთ საკუთარ თავს. თქვენ არ აკრიტიკებთ თავს. მე მაგალითად ვაკრიტიკებ და მეც თქვენს ბატონობა და ყველა ნორმალური ადამიანი. ასე რომ ლამაზად თქვათ სათქმელი. კარგით, დღეს ამით დავამთავრ და ბოდიშით ბატონობა და ცოტა მე იმან ემოციებმაც მიმტყუნა, რა ნერვიულობ ესეთ რაღაცებზე ძალიან და თქვენთანაც ბოდიშს მოვიხთხობ და კარგად ბრძანდებოდეთ და მომავალ შეხვედრამდე პარასკევს. ვიფიქროთ, როგორი ქვეყანა გვინდა, როგორ უნდა ავასწროთ ეს ქვეყანა, სად არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და როგორც მოქალაქეები ვიყოთ პასუხისმგებლები ქვეყნის წინაშე. ვიაზროვნოთ კიდევაც, ვიაზროვნოთ. კარგად ბრძანდებოდეთ, გმადლობთ.